კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალმებს 4-ზე, მე კეთი მამრიკიშვილი ვარ. სიღარიბის მაჩვენებელი 7.1%-მდე შემცირდა. შესაბამისად, სიღარიბე 90,000-მა მოქალაქემ დაძლია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2020 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე ზუსტად 3-ჯერ არის შემცირებული. 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1.120.000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა. 2025 წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე კი სიღარიბე 90,000-მა მოქალაქემ დაძლია. პრემიერ-მინისტრის განმარტებით სიღარიბის შემცირების უმთავრესი მიზეზი ეკონომიკური ზრდაა. იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები. 2025 წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბე ჩვენმა 90,000-მა თანამოქალაქემ დაძლია. 2020 წლის შემდეგ საქართველოს სიღარიბე ზუსტად 3-ჯერ 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა. ამ 5 წლის განმავლობაში სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84% პუნქტი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.120.000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280,000 ჩამოსდა. ჩვენ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოს სიღარიბის სრულად აღმოფხვრა, ვიდრე 280,000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება. აღალი ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია. მთავარი მიზეზია ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ამხელა მაჩვენებელი საშუალოდ 9.3% ეკონომიკური ზრდა 2021-25 წლებში არც ერთ ქვეყანას არ ქონია. წელსაც ვინარჩუნებთ ზრდის მაღალ ტემპს, ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები. ეს ყველაფერი მთლიანობაში განაპირობებს სიღარიბის მაჩვენებლის მკვეთრად შემცირებას. მთავარი ინდიკატორი სიღარიბის ეს არის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, ამით იზომება რეალურად მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაუმჯობესდა თუ არ გაუმჯობესდა. მე მინდა მაგალითად მოგიყვანოთ საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებლები. რამდენი სიხდიდნენ საშემოსავლო გადასახად ჩვენი მოქალაქეები 2020 წელს და რამდენი სიხდიან დღეს. 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო დაახლოებით 13 მილიარდი ლარი, 13.3 მილიარდი ლარი. და დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ჩვენ არ შეგვიტანია, ხო, ბიუჯეტში. ეს გადასახადები შეიტანეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა. სიღარიბე იანგარიშება, აბსოლუტური სიღარიბე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ მეთოდოლოგიას იზიარებს მსოფლიო ბანკიც, როგორც ანგარიშობენ საერთაშორისო სტანდარტებით სიღარიბეს, ისე ანგარიშობს საქართველოს. ევროკომისიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა საქართველოზე სავარაუდოდ შედარებით შეზღუდული იქნება და ძირითადად ენერგომატარებლების ფასების ზრდით აისახება. მოსალოდნელია, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი სექტორები მომსახურების შემდეგი სფეროები იქნება: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, განათლება და ტურიზმი. რაც შეეხება ინფლაციას, ანგარიშის თანახმად 2026 წელს მისი შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება საწვავისა და სხვა ელექტრომატარებლების ფასების ზრდით იქნება განპირობებული, ხოლო 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება. ევროკომისიის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის მიერ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება. ანგარიშში ასევე მიმოხილულია გასული წლის ტენდენციები და აღნიშნულია, რომ გლობალური კონფლიქტების გავლენით მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკები შენელდა, თუმცა საქართველოში 2025 წელს ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა. პროგნოზის ზრდა განაპირობა პირველი კვარტალის მონაცემებმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5.5%-იან მაჩვენებელსაც, ანუ გაზრდილ მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ, რაც წარმოადგენდა ევროკომისიამ. ეს არის არსებული მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო და საგადასახადო სისტემა, გვაქვს ძალიან ეფექტური გუნდი მთავრობაში და თქვენ იცით, რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, განსაკუთრებით ზედა დონეზე ამ ერთ წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ტენდენციებს
ინვესტიციებზე თუ შარშან ჩვენ წელი დავხურეთ 7.9%-ით, პირველ კვარტალში ჰქონდა 9.1% ეკონომიკური ზრდა. ანუ შარშანდელ მაღალ ზრდასთან შედარებითაც კი გაიზარდა ზრდის მაჩვენებელი. თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებებისთვის გენერალური რეპეტიცია გაიმართა. მზადებას თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა წვევამდელები გადიან, რომლებიც 26 მაისს საზეიმო ვითარებაში თბილისსა და საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას სამხედრო ფიცს დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ. თავისუფლების მოედანზე გაიმართა 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გენერალური რეპეტიცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სცენარით გათვალისწინებული ღონისძიებების სინქრონი და საბოლოო დეტალის შეჯერება. რეპეტიციაში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის ძალების სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა, რომლებიც უკვე ხვალე იქნებიან წარმოდგენილი უკვე ოფიციალურ ღონისძიებაში. თავისუფლების მოედანზე იმართება დამოუკიდებლობის დღის გენერალური რეპეტიცია, სადაც გავდივართ ბოლო დეტალებს და მიზნულია სრული ძალები. აღსანიშნავია ასევე, რომ ამ დღის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს წვევამდელთა მიერ ფიცის დადების ცერემონია, რომელიც გაიმართება ხვალ როგორც აქ თავისუფლების მოედანზე, ასევე 12 სხვადასხვა ისტორიულ ადგილას საქართველოს მასშტაბით. 26 მაისი ყველა ქართველისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, განსაკუთრებით ჯარისკაცებისთვის, რადგან ეს დღე გვახსენებს, რომ არაერთმა ჯარისკაცმა ჩვენი ქვეყნისთვის თავი გასწირა და შემოგვინახა და შემოგვიტანა აქამდე ჩვენი ქვეყანა ერთიანი და გამთლიანებული როგორც ახლა არის. დარწმუნებული ვარ, ეს დღე ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არ მარტო სამხედროებისთვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც და ჩვენ აქ რეპეტიცია და შრომა დავდეთ, რომ წარგვედგინა თავდაცვის ძალების ერთობა და სიძლიერე. 22 წლის ვარ ცოტათი გვიან შემოვერთი, მაგრამ ამას აქშიც მინდოდა რომ მემსახურე ჩემი სამშობლოსთვისაც და დიდი სიამაყე არის რომ აქ დავდებ ფიცს და შემდეგ გავაგრძელებ ქვედანაყოფში სამსახურს. 12 რეგიონში რამდენჯერმე იქნა ჩატარებული და ერთადერთი ამინდი გვინდა რომ იყოს კარგი, იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ის საოცარი ხედები, რაც იშლება უშგულიდან, სნოდან, კონჭკათიდან, ფოკაში, გონიოში, მარტვილში, აი ყველგან, ბოდბეში, იმედი გვაქვს რომ ხვალ მზე იქნება, ნისლი გაიფანტება და მაყურებელიც დატკბება იმ საოცარი სილამაზით, როგორც ჩვენ ტკბებოდით მთელი მზადების პერიოდში, იმიტომ რომ ეს მართლაც საოცარი ადგილებია. ყველა მხრივ სილამაზით, არქიტექტურით, სულიერებით თუ ისტორიული მნიშვნელობით. დამოუკიდებლობის დღე წელს განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. მთავრობის კულტურის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის ორგანიზებით ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღში მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, გასართობი და საბავშვო ღონისძიებებია დაგეგმილი. აქტივობები 12 საათიდან დაიწყება. ადგილზე მოწყობილი იქნება თემატური ინსტალაციები, საბავშვო სივრცეები და ფოტოზონა. გაიმართება სამეწარმეო გამოფენა გაყიდვაც. დღის ბოლოს კი სადღესასწაულო პროგრამა გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე 20 საათზე დაიწყება. Odzdajuksi მაისის დღესასწაული წელს ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საზეიმო პროგრამა საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის სამინისტროებს სამზადისი აქვს დაწყებული რეგიონებში. ჩინაგასაქმეთა სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ გორში აღნიშნავს
სხვადასხვა დეპარტამენტები წარმოდგენილი იქნებიან თემატური აქტივობებით, მომსახურების სააგენტოს სივრცეში მოსულ სტუმრებს, ადგილზე დახვდებათ სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებული შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. მოსამზადებელი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს იმისთვის, რომ ქალაქ ზუგდიდში მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს დახვდეთ მრავალფეროვანი გასართობი შემეცნებითი სპორტული, კულტურული ღონისძიებები, წარმოდგენილი იქნება საარქივო ინსტალაციები, გიგანტური პასპორტი, ქორწინების სივრცე, ჩვენი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონები. წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წარმოდგენილია ოზურგეთში. ჩვენ უკვე ცენტრალურ მოედანზე ვიმყოფებით და ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის. გვაქვს ძალიან გრანდიოზული და საინტერესო ღონისძიებები დაგეგმილი 26 მაისისთვის. წარმოდგენილები იქნებიან უნივერსიტეტები, პროფესიული კოლეჯები, სხვადასხვა საგანმანათლებლო შემეცნებითი ინოვაციური სივრცეებით. ასევე გვექნება ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო სახალისო აქტივობები. დამოუკიდებლობის დღის საერთო ზეიმსთველი საქართველოს უერთდება. ხვალ თითქმის 20 მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები, სამხედრო ტექნიკის შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, საბავშვო აქტივობები და ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვები. სამინისტროებს ექნება თემატური პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და სხვადასხვა სახის აქტივობები, სადაც მოქალაქეები შეძლებენ გაიცნონ სახელმწიფო პროგრამებს, ინიციატივებსა და მომსახურებებს. დეტალები ნახეთ სიუჟეტში. აჭარა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გრანდიოზულად ემზადება სცენარისტები ბოლო დეტალებს გადიან. ბათუმის ცენტრალური ქუჩები დროშებით მოირთო. ღონისძიების მთავარი ეპიცენტრი ანბანის კოშკია. აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტში შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართება საზეიმო ღონისძიებები. ის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება პატარებისთვის და მოზარდებისთვის სპორტული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, გაყიდვა იქნება ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი, გვექნება ასევე კვების ობიექტები. იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება ზუგდიდში. თავდაცვის ძალების შეიარაღების გამოფენა, ასევე საქართველოს ეროვნული არქივის ინსტალაციები და სამეგრელოს ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიციები. მოიწყობა სამინისტროს საინფორმაციო სივრცეები, გიგანტური პასპორტი და აიდი ბარათის ფოტოზონები, 360 გიფერ, ასევე მობილური იუსტიციის სახლი, სადაც სიმბოლური დაბადების მოწმობების მიღება იქნება შესაძლებელი. ფოთში კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს მრავალფეროვანი შემეცნებით გასართობი პროგრამით უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის შემეცნებითი გასართობი, კულტურული საგანმანათლებლო აქტივობებით დატვირთული, სადაც რა თქმა უნდა როგორც ბავშვები, ასევე მოზარდები და დიდები შეძლებენ დროის სასიამოვნოდ გატარებას. ხვალინდელი დღე მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, შემეცნებით კულტურულ აქტივობებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხვალ აღნიშნავს ასევე საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილეს. ღონისძიებებისთვის სამზადისი დაწყებულია იმერეთშიც. ქუთაისში ღონისძიებებს ორგანიზებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უწევენ. პალიაშვილის გამზირზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართება. სხვადასხვა გასართობ შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი ქალაქის ცენტრალურ ბულვარშიც. ქუთაისში წელს ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის სააგენტო და ჯიტას მიერ იქნება წარმოდგენილი ლოკაციები. თავდაცვის სამინისტროს ტრადიციულად თავიანთი ტექნიკით იქნებიან წარმოდგენილი და ფალიაშვილის ქუჩას დაიკავებენ. გორში სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზატორი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება. ქალაქის ქუჩებში გამოფენილია ეროვნული დროშები. უკვე განთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკაც. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რეპეტიციებს გადიან ახალციხეშიც. ეწყობა ისტორიული თემატიკის ინსტალაციები. გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, გაყიდვა. აღნიშნულ ღონისძიებას უხელმძღვანელებს და უმასპინძლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც ყოველთვის ტრადიციულად გორში ცენტრში ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები. წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის ორგანიზატორი ღონისძიებების. ხვალ 26 მაისს მთელი დღის განმავლობაში არაერთი გასართობი შემეცნებითი აქტივობა არის დაგეგმილი ახალციხის ციხეზე. დღის ბოლოს კი კონცერტი.
ღონისძიებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს რუსთავშიც. მთავარ მოედანზე უკვე ეწყობა კულტურული და შემეცნებითი კუთხეები. დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანთა ნამუშევრების წარმოდგენა. კახეთში კი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად მთავარი ეპიცენტრი თელავში. ერეკლე მეორის მოედნის მიმდებარე ტერიტორია იქნება, სადაც აქტივობები 12 საათიდან დაიწყება. წელს თელავში მასპინძელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. მუნიციპალიტეტში აქტიურად იქნება ხვალ წარმოდგენილი როგორც კულტურული, ასევე შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები. თელავის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს თავის პროგრამას, ასევე რა თქმა უნდა სპორტულ, შემეცნებითი და კულტურულ ღონისძიებებთან ერთად იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები წარმოდგენილი. 26 მაისს აქ იქნება საკმაოდ საინტერესო დღე, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. ანუ იქნება სამხედრო ტექნიკის გამოფენა დილიდანვე, იქნება ბავშვებისთვის გასართობი და ადგილები მოწყობილი, სადაც ისინი გაერთობიან, შემეცნებითი სივრცეები იქნება მოწყობილი და საღამო დასრულდება საკმაოდ საინტერესო კონცერტი. შემეცნებით საგანმანათლებლო ვორქშოპები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოფენები, ინოვაციების სივრცე და სამხედრო ტექნიკის გამოფენა. ასეთია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროგრამა გურიაში. აქ მასპინძელი განათლების სამინისტროა. ოზურგეთი განსაკუთრებულად ემზადება 26 მაისის აღნიშვნისთვის. ეს დღე კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან წელს აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი. ხვალ 11 საათიდან ოზურგეთის მთავარ მოედანზე დაიწყება სხვადასხვა აქტივობები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მცხეთაში. ეროვნული ზეიმის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მერიის ორგანიზებით ისტორიულ დედაქალაქში ხვალ მასშტაბური და მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართება. ჩვენთვის ეს წელი ორმაგად მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, იქნება კონცერტი, იქნება სხვადასხვა შემეცნებითი და საბავშვო ღონისძიებები. ჩვენთვის როგორც ინსტრუქტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცოდნის ამაღლება საზოგადოებისთვის. ხვალისთვის გვექნება ძალიან საინტერესო სწავლება სპეციალურ სიმულაციურ მანეკენებთან. საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ყველა ქალაქში გრანდიოზული ღონისძიებებით დასრულდება. ქვეყნის მოსახლეობა და ხელისუფლება ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მასშტაბური ღონისძიებისთვის ოპოზიცია კი აქციისთვის ემზადება. ოპოზიციურმა ალიანსმა აქციის გამართვა დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე გადაწყვიტა. მეტიც სადღესასწაულო ღონისძიებების პარალელურად მათ მოითხოვეს, რომ რუსთაველზე საკუთარი სცენა დაემონტაჟებინათ, შეეტანათ სპეციალური ტექნიკა და აპარატურა, რაზეც მათ დაგეგმილი ღონისძიებების გამო უარი ეთქვათ. უარის მიუხედავად გეგმების შეცვლას არაპირებენ და ალიანსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ღონისძიების მიუხედავად საკუთარი სცენის დადგმას და ტექნიკის შეტანას შეეცდებიან. სახელმწიფო გუნდსა და ხალხის ძალაში ოპოზიციას მოუწოდებენ საკუთარი პოზიციები კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ და პროვოკაციების მოწყობისგან თავი შეიკავონ. თბილისის მერიამ უარი გითხრა ტექნიკის გადაადგილებაზე, კახმოვანების, ეკრანების, სცენის და ასე შემდეგ. იგივე პასუხი მოვიდა გუშინ წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამის გამო ეს გეგმები არ შეიცვლება. ვეცდებით ბოლომდე, რომ შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები. ჩვენი გეგმები დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, შევძლებთ თუ არა ტექნიკური აღჭურვილობის დამონტაჟებას. შეკრების გამართვა ყველა შეუძლია, რომ დავაზუსტოთ. აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. თქვენ იცით, რომ აღინიშნება 26 მაისი, 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს. რაც შეეხება შეკრების გამართვა, შეკრების გამართვა ყველა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. პირიქით, მეგონი კარგიც იქნება კიდევ ერთხელ აჩვენებენ ეს ადამიანები საკუთარ რუსულ სახეს 26 მაისს. 26 მაისი არის საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. პარტნიორები ულოცავენ საქართველოს ამ დღეს და ჩვენ ველოდებით, რომ იქნება საზეიმო განწყობა. საზოგადოებაში სხვა აქციები ტარდება, გამოფენები იქნება და ასე შემდგომ. თუ იქნება რაიმე ტიპის პროვოკაციები, ფიქრობ, რომ შესაბამის უწყებები, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს გქონდეთ შესაძლებლობა, რომ იზეიმონ 26 მაისს.
საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება და საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების გადატვირთვის პროცესის დაზიანება. ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის ჩართულობით საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ უცხოეთიდან ორკესტრირებულ კამპანიას. ამერიკული გამოცემა, რომელიც საქართველოში ირანული გავლენების ზრდაზე წერს, გიორგი კანდელაკთან ერთად ოპოზიციის მხარდამჭერის ჯო ვილსონის მოსაზრებებს ეყრდნობა. გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, როდესაც საუბარია სანქციების გვერდისავლაზე, ყველას მინდა შევახსენო, რომ მაგალითად იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი. ჩვენგან ექსპორტი არის 0.5% საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1.5%. ასე დროს, როდესაც ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველოს გამოიყენება ირანული სანქციების გვერდისავლისთვის, არის ჩვეულებრივი ღალატი. ამას ღალატზე მეც ვერაფერს დაარქმევ. ყველა გზავნილი, რომელიც გაშხერებული იყო ამ ანგარიში, არის თავიდან ბოლომდე სიყალბეზე დაფუძნებული. ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, კიდევ ერთხელ შემიძლია ეს ყველაფერი გამიმეორე. გიორგი კანდელაკის ბოლოდროინდელი ქმედებები ნახლად მიუთითებს იმ დავალებაზე, რომელიც ამ უსამშობლოებმა როგორც ჩანს სხვადასხვა ასე ვთქვათ როლის განაწილებით მიიღეს და შეიძინეს და როგორც ჩანს მას ეს როლი ერგო. ნახეთ ასევე ორკესტრირებული შეტევა საკუთარ ქვეყანაზე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სამხედრო გენერლის, მათ შორის ამ კანდელაკის შეტევები საკუთარ ქვეყანაზე, რომ აბატონო აგერ არის ადგილები საქართველოში, მოგძანდი დაბომბეთ, ხან ირანს ეხოცებოდნენ, რომ ამერიკის სასარგებლოდ მუშაობს საქართველო და აგერ აქ დაბომბეო, ხან ამერიკას ეხოცებოდნენ, რომ ირანის სასარგებლოდ მუშაობს საქართველო და აი აქ დაბომბეო. აი ეს არის ხალხი, ვისაც ეზიზღება საკუთარი ქვეყანა. მტკიცებულება არც მაშინ აღმოაჩნდათ და მერე გადათქვეს, ვითომ ჩვენ ასე არ გვითქვიაო და არც ეხლა არის რამე მტკიცებულება. და მე ვფიქრობ, რომ შესაბამის უწყებები დაინტერესდებიან. ზურაბ ჯაფარიძე ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. გირჩის ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებს ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიას უწუნებს. შესაბამისი განცხადება მან ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზე გააკეთა. იზიარებს თუ არა მის პოზიციას, ნიკა გვარამია კითხვას თავს არიდებს და ცდილობს სანაგუნდელი გაამართლოს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შტატების ახალ ადმინისტრაციას ოპოზიცია აკრიტიკებს, მათ შორის ნიკა გვარამიას პრეზიდენტი ტრამპი შეურაცხყოფელი ეპიტეტებით არაერთხელ მოუხსენიებია. არაფერი განსაკუთრებულად არ ხდება. ეხანდელი ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინც და მაინც რაღაცა დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე რაღაცებზე გასაგებია, რომ ისინი არ არიან ფოკუსირებულები. არ სწორად გაიგეთ როგორც ჩანს. წამიკითხეთ და გეტყვით. არ გაქვთ სწორად გაგებული, იმიტომ რომ კონტექსტი იყო განსხვავებული. არსებობს ყალბი ამერიკაც. ეს დონალდ ტრამპია. სოფლიო მასხარას ეძახდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს კლოუნი ბოროტი კლოუნი აღმოჩნდა. რაც ვერ გაითვალისწინა რუსეთმა და რატო დასრულდა საბოლოოდ ფიასკოთი მისი ეს პოლიტიკური პროექტი, არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უძლიერესი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს უკვე იმას, რომ გაკოტრებული ოლიგარქის პრეზიდენტად არჩევა არ იყო ყველაზე კარგი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის. ტრამპი არის რუსული პროექტი, ასე გამოდის. ოდიოზური და გაუწონასწორებელი პიროვნებები, როგორც სამწუხაროდ ბატონი ტრამპი აღმოჩნდა. სწორედ ოპოზიციის მხრიდან ტრამპის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს იხსენებენ სახელმწიფო გუნდში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც შტატების ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა, ოპოზიცია პროცესის დაზიანებას ყველანაირი ხერხით ცდილობს. მთავრობის მეთაური ოპოზიციის ფსევდო-პროდასავლურობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის გადატვირთვისთვის პროცესი მიღებულ დავალებებთან წინააღმდეგობაში მოდის. მათ ეშინიათ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას შორის და ეს შიში ალაპარაკებთ. ეს არის რეალური მათი მთავარი მოტივი. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. მას შემდეგ, რაც შედგა რამდენიმე კომუნიკაცია, მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი მასთან დაკავშირებით, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მათ ეს ადარდებთ. მათ ადარდებთ ის, რომ შეიძლება გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. აქედან ისინი აჩვენებენ, რომ მათი ეგრეთ წოდებული პროდასავლური არსი, მათი ასე ვთქვათ, პროდასავლური მისწრაფეები არის სრული ფარსი.
მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება. მათი დავალება, რომ რამდენადაც პრობლემები შეუქმნან ჩვენს სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ამ დავალებასთან წინააღმდეგობაში მოდის ის ტენდენციები, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან, აქედან გამომდინარე გამოდიან ასეთი განცხადებები. ანუ სრული ფარსია, სიყალბეა მათი ეგრეთ წოდებული პროდასავლური ბუნება. ჩვენ თუ მაგ ალიანსის ანტიამერიკულ განცხადებებს დავაკვირდებით, მაგალითად ამაზე უფრო ასე ვთქვათ, მკვეთრი განცხადება ჰქონდა გვარამიას ამოიღეთეს არქივებიდან, როდესაც მან პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ეს არის ჩვეულებრივად პუტინის პირდაპირი პროექტის განხორციელება. ამაზე მეტი ეხლა რაღა უნდა თქვან ამ ადამიანებმა. ასე რომ მათთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სულ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რეალურ დაახლოებას ამერიკასთან და ასე შემდეგ. მათთვის არის ერთი რამე მთავარი. ყველაფერი გააკეთონ იმ მიმართულებით, კონკრეტული მოცემულობებიც კი ისე მანიპულირებულად შეცვალონ, რომ საქართველოსთვის რაც შეიძლება უარყოფითი იმიჯი შეიქმნას სოფლიო არენაზე. ეს რიტორიკა ცოტა ხნის წინ თუ ამერიკა დემოკრატიის შუქურა იყო, დღეს თურმე არ ყოფილა, იმიტომ რომ დღეს ამერიკაც და მათ შორის საქართველოს ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არც რაიმეს ერთგულები არიან, პირველ რიგში საკუთარი თავის ერთგულები არ არიან და მსგავსი ტიპის განცხადებები მხოლოდ მათზე ახდენს, ასე ვთქვათ, წარმოდგენას უქმნის ჩვენს მოსახლეობას. აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე შანხაიში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. საქართველოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შანხაის 2 აეროპორტში და ცენტრალურ მოედნებზეა გამოფენილი. ჩვენი ქვეყნის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები კი ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება. მასშტაბურ გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო. ITB China 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. დღეს საქართველოს სპეციალურ გალა მიღებაზე მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლებს. ნუცა კოროშინაძე ისაუბრებს შანხაიდან პირდაპირ ეთერში, ნუცა გისმენთ. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტულ გამოფენის გახსნამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება. ისტორიაში პირველად საქართველოს ITB ჩინეთი 2026-ის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ეს დამატებით პასუხისმგებლობასთან ერთად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნისათვის დამატებით შესაძლებლობების ფანჯარასაც ხსნის. ახლა შანხაიში საქართველოზე საუბრობს ყველა. ჩვენი ქვეყნის ამსახველი ვიდეო მასალა განთავსებული არის მნიშვნელოვან ლოკაციებზე, მათ შორის 2 აეროპორტში. ჯამში საუბარი არის 400 სტრატეგიულ ლოკაციაზე. რაც შეეხება ახლა გამოფენას, საქართველოს ეროვნული სტენდი 400 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა და ხვალინდელ დღეს, ანუ ღონისძიების პირველ დღეს, ღონისძიება სწორედ საქართველოს სტენდის სტუმრობით გაიხსნება. აქ მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართულ კულინარიას, კულტურას და იმ შესაძლებლობებს და ტურისტულ პოტენციალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. გარდა ამისა, აქ მოწყობილი იქნება შესაბამისი სივრცეები, სადაც 30 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და გაესაუბრონ პოტენციურ პარტნიორებს. შესაბამისად აღნიშნული ღონისძიება საქართველოსათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რაც ქვეყანას და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს დამატებით შესაძლებლობების ფანჯარას გაუხსნის. 30-ზე მეტი კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრება საქართველოს მხრიდან. გამოფენის მასშტაბი არის დაახლოებით 85 ქვეყანა წარმოდგენილი კერძო სექტორის თვალსაზრისით. ავიაკომპანიები, ტურისტული სააგენტოები, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლები 10,000-ობით დამთვალიერებელი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სწორედ გამორჩეული სტატუსით არის წარმოდგენილი. საერთო ჯამში ეს ხელშეუწყობს საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას, პოპულარიზაციის გაზრდას და კიდევ უფრო მეტი დამატებითი ნაკადების, ტურისტული დამატებითი ნაკადების უზრუნველყოფას ქართული ტურისტული სექტორისთვის. შანხაის ტურისტული გამოფენის ფარგლებში დღეს გაიმართება საქართველოს სახელით გალა მიღება, სადაც 700-ზე მეტ საერთაშორისო სტუმარს საშუალება ექნება დააგემოვნონ ქართული კერძები, დააგემოვნონ ქართული ღვინო. წარმოდგენილი იქნება მათთვის საინფორმაციო ვიდეორგოლები, სადაც საქართველოს ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საღამოს მუსიკალურად და კულტურულად გააფორმებს ანსამბლი რუსთავი. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი საღამო კიდევ ერთი დამატებითი მოტივატორი იქნება დამთვალიერებლებისთვის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თუ რამდენად სტუმართმოყვარე არის საქართველო. დღეს
გაიმართება გალამიღება, რომელსაც 900-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. გალამიღებაზე ისინი გაეცნობიან როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურას, ასევე კულინარიას, მათ განწყობაზე იზრუნებს ანსამბლი რუსთავი, რაც შეეხება კულინარიულ ნაწილს. კულინარიას ჩინეთში გააცნობს შეფი ირაკლი ასათიანი. შესაბამისად, ახლა დღევანდელი დღის კულმინაცია გახლავთ სწორედ ეს გალამიღება, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. მადლობა ნუცა კოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის ინიცირებული პროექტის გმირის დღის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება თემაზე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა და აკადემიკოსმა ჯონი ხეცურიანმა ისაუბრა. დამოუკიდებლობის გზა დაკარგული და აღდგენილი თავისუფლება დარბაზში ეროვნული სასახლის აღსაზრდელების ნამუშევრების გამოიფინა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ ღონისძიებას საკანონმდებლო ორგანოს სხვა დეპუტატებიც დაესწრნენ. ქალთა და ბავშვთა კომისიის ფარგლებში პროექტი გმირის დღე არის ის აქტივობა და ის ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უღვივებს ეროვნულ იდენტობას ახალგაზრდებს და მნიშვნელოვანი ასევე მათი ჩართულობა ამ პროცესში, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად შევიყვაროთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ისტორია და ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ მოხსენებით გამოდიან, რომლებიც ყვებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზას, ბედნიერებაა, რომ ახალგაზრდები სწორედ მათი პირიდან ადამიანების, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ჩვენი მეორედ უკვე შექმნილი დამოუკიდებლობის აქტში, ბატონი ჯონი, მათ შორის ხეცურიანი, მათი პირიდან მოისმენენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტას ისტორიული სამხრეთ ამერიკული საკონცერტო ტურნე წარმატებით დასრულდა. მასშტაბურმა შემოქმედებითმა მოგზაურობამ ბრაზილიისა და არგენტინის რესპუბლიკები მოიცვა ორკესტრის წარმოდგენამ. ადგილობრივი მსმენელის უდიდესი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია. დასკვნითი გალა კონცერტი მსოფლიოს მნიშვნელობის თეატრში გაიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და არგენტინაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები. სტუმრებს კონტაქტ შესაძლებლობა მოესმინათ საქართველოს სიმფონიეტას მიერ შესრულებული ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრებისთვის, რამაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მათში. ნამდვილად გამორჩეული იყო დღევანდელი დღე ბევრი თვალსაზრისით, ასევე იმ კუთხითაც, რომ სიმფონიეტამ დააგვირგვინა თავისი გასტროლი, თავისი სამხრეთ ამერიკული ტურნე, პირველი სამხრეთ ამერიკული ტურნე, სწორედ აქ ამ ცნობილ ოპერის თეატრში, როგორც სამხრეთი ამერიკის, ისე მსოფლიო მასშტაბით, საუბარია კოლუმბის სახელობის ოპერის თეატრზე და ნამდვილად გამორჩეული იყო მათი შესრულება ქართული მუსიკალური შედევრების. დღეს გავმართეთ ჩვენი ტურნეს დასკვნითი კონცერტი ამ ისტორიულ ულამაზეს დარბაზში, კოლონის თეატრის დორადოს სალონში. აღნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, ცნობადობის ამაღლებისთვის, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ უფრო კარგად ვიცნობთ არგენტინას, ფეხბურთის და ძალიან ბევრი რაღაცის გამო, ისინი ნაკლებად იცნობენ საქართველოს ძალიან შორია და ჩვენი ელჩიც ზუსტად ამისთვის იღწვის, რომ ეს ცნობადობა გაიზარდოს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. დღეს იყო აქ შეხვედრა მთელი დიპლომატიის, ყველა ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ, მოულოცეს საქართველოს და გაიმართა დაუვიწყარი კონცერტი საქართველოს სიმფონიეტათი, ქართული სიმფონიეტა, შვენიერი მელოდიები, დიდი მუსიკოსების მოგონება და გულში ახლოს მოსვლა. Այս qabel ինֆորմացիա 4-ը մի ամենտ գամշտաբի դայլդը չիցած դրիստարի սախրաբի շասախებ շույցածե երթաչավացը ժամոտ դրիստարի սախրաբից ին պոլիտիկուրի պոստի գալդավա տեսրում արգադարձած